თავი 9, მუხლი 1, 6. 1. და მოუწოდა იესო 12-თა მათ მოწაფეთაცთა და მისცა მათ ძალი და ელმწიფება ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნება. 2. და წარავლინა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და hrქვა მათ, ნურა რა გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კვერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხვდეთ, უნდა ადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქვენ, გამორახდოდით მიერ ქალაქით, მტვერიფერთა თქვენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. 6. და გამორარვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰყურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა. აქედანაც ჩანს აღმატებულობა იესოს ღმრთაებრიობისა, ვინაიდან იგი არა მხოლოდ თვითონ იქმოდა სასწვალებს, არამედ იმავე ძალას აძლევდა მოწაფეებსაც. ხოლო გადასცეს თავის მეგობრებს ასეთი ნიჭები, ეჭვგარეშეა, რომ შეუძლია არა ადამიანს, არამედ მხოლოდ ღმერთს. მიანიჭა რა ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, უფალმა არ შეზღუდა ისინი მხოლოდ ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბრძანა მათ სახარებაც ეკადაგათ. მას, ვისაც ჩაბარებული აქვს დამოძღვრა, უნდა იქადაგოს კიდეც და სასაწულებიც უნდა აღასრულოს. ამ შემთხვევაში ქადაგება მტკიცდება სასწაულებით, ხოლო სასწაულები ქადაგებით. ვინაიდან მრავალნი ხშირად ჩადიოდნენ სასწაულებს ეშმაკის ძალით, მაგრამ მათი ქადაგება არ იყო ჭეშმარიტი, ამიტომაც მათი სასწაულებიც არა ღმრთისაგან. უფალი აგზავნის რა მოწაფეებს, ამცნებს მათ ისეთ ზომიერებას, რომ უბრძანებს არ წაიღონ არც პური, არც რაიმე ისეთი, რასაც მრავალი ჩვენგანი იმარაგებს თავისთვის. ამცნებს მათ იმასაც, რომ არ ირბინონ ერთიდან მეორესთან, არამედ რომელ სახლშიც შევლნენ, მასში დარჩნენ, რათა ისინი როგორც არამდგრადნი ძლიერ და ცვალებადნი არ გამოჩნდნენ. ჩამოიბერტყეთო, ეუბნება, მტვერი მათზე, რომელნიც არ მიგიღებენ თქვენ მათ წინააღმდეგ სამოწმებლად, ანუ მათ სამხილებლად და დასასჯელად უჩვენეთ რა მათ, რომ მართალია მათი გულისთვის დიდი გზა გამოიარეთ, თუმცა მათგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღეთ. ზოგიერთნი მოციქულთათვის მიცემულ მცნებას, არ წაიღონ არც ვერცხლი, არც არგანი, არ ჰქონდეთ ორი სამოსელი, იგებენ ასე, ნუ შეიკრებთ საუნჯეს, ვინაიდან ვერცხლი იტევს რა მრავალს, დაგროვებას აღნიშნავს, ნუ ატარებთ არგანს. ანუ ნუ იქნებით მრისხანენი და მაჩხუბარნი, ნუ იქონიებთ ორ სამოსელს, ანუ ნუ იქნებით ცვალებადის ნისანი და ორგულნი ფიქრებში. თავი 9, მუხლი 7, 9. 7. ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქნებოდეს და განიზრახვი და რამე თუ იტყოდეს ვინმე, ვითარმეთ, იოანე ნათლისმცემელი აღდგომილ არს მკვდრეთით. 8. ხოლო რომელნი მეიტყოდეს, ელია გამოჩნდა და სხვანი იტყოდეს, წინაწარმეტყველი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. 9. ხოლო ჰეროდე თქვა, იოანეს მე თავი მოვჰკვეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისაც ესევით არის მესმის, არა ვიცი. და უნდა ხილვა მისი. ეს ჰეროდე იყო უმცროსი ძე დიდი ჰეროდესი, რომელმაც ყრმები მოსწყვიტა. ის მეფე იყო, ეს კი, მეოთხედმთვარი. იგი საგონებელში იყო ჩავარდნილი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო იესო. თუმცა იოანეს მე მოვკვეთე თავი და ამიტომ, თუ იგი აღსდგა მკვდრეთით, მაშინ მე ვიხილავ რა მას, ვიცნობო და ეძიებდა შემთხვევას იესოს ხილვისა. ნახე, ებრაელები მკვდრეთით აღდგომას ვარაუდობენ ხორციელ ცხოვრებაში, ჭამასა და სმაში. მცდარად ფიქრობენ, ვინაიდან აღდგომა არა საჭმელსა და სასმელშია, ან და ხორციელ ცხოვრებაში, არამედ მკვდრეთით აღდგმანი ცხოვრობენ ისე, როგორც უფლის ანგელოზები. თავი 9, მუხლი 10, 17. 10. და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესოს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანა იგინი და განეშორათ საგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ხრქან ბეთსაიდა. 11. ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისა ღმრთისა და რაოდენთა უნდა განკურნება, განჰკურნებდა. 12. და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად მოვიდეს 12-ნი იგი და hrქვეს მას. განუტევ ერიესე, რათა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნდა პონ საზრდელი თავისა მათისა, რამე თუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ. 13. ხოლო იესო hrქვა მათ, თქვენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ hrქვეს, არა არს ჩვენთანა უფროს გარნა 5 უეზაპური და 2 თევზი, გარნა თუ ჩვენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამასერსა საზრდელი. 14. რამე თუ იყვნეს კაცნი იგივით არ 5,000 ოდენ.
რქოა იესო მოწაფეთაცთა, დასხით კაცები ეგე პურისმტედ ერგასეული. 15 და მატყვეს ეგრე და დასხეს ყოველი იგიერი. 16 ხოლო თავად მან მოიღო 5  იგი პური და 2 თევზი და აღიხილნა თვალნიზეცა და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რათა დაუგონერს ამას. 17 და ჭამეს და განძღეს ყოველნი და აღიღეს რომელი იგი დაუშთა მათ ნამუსრევი 12 გოდორი. იესოს განზრახული ჰქონდა რა პურზე აღესრულებინა სასწაული, მიდის უდაბურ ადგილას, რათა ვინმეს არ მოუვიდეს თავში იმის თქმა, რომ პურები ახლომდებარე ქალაქიდან მოიტანეს. მიიღო რა ხალხი, იგი ასწავლიდა და კურნავდა, რათა შენ შეიცნო, რომ ჩვენი სიბრძნე იყოფა სიტყვად და საქმედ და როგორც არ უნდა თქვა ის, რაც ძნელად შესასრულებელია, ასევე არ უნდა აკეთო ის, რაზე საუბარიც უაზროა. როდესაც დღე მიწყო მიდრეკა მოწაფეებს, რომლებმაც უკვე იწყეს გამორჩევა კაცთმოყვარებითა და მწყემსისთვის დამახასიათებელი განწყობებით, შეეცოდათ ხალხი და უთხრეს, გაუშვი ისინი, ანუ სწრაფად განკურნე მათი სნეულებანი, შეასრულე მათი სათხოვარი. უფალი კი ეუბნება მოწაფეებს, თქვენ ეცით მაგათ ჭამადი. ასე იგი იმიტომ კი არ ამბობს, თითქოს არ იცოდა სიმცირის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ სურდა იძულებინა მოწაფეები თავადვე ეთქვათ, თუ რამდენი პური ჰქონდათ და ამრიგად მათი აღიარების მეშვეობით, პურის რაოდენობის გამოცხადების მეშვეობით, წარმოეჩინა სასწulis მთელი დიდებულება, უბრძანებს მოწაფეებს რიგ-რიგად დასხან ისინი, 50-50. გვიჩვენებს, რომ ჩვენც როდესაც რომელიმე მწირს ვუმასპინძლდებით, დავამშვიდოთ იგი და მთელი მზრუნველობით მოვეკიდოთ. ზეცად აღაპყრობს თვალებს, რათა გვიჩვენოს, რომ ჩვენც ვაპირებთ რა საჭმელი ვიგემოთ, მადლობა უნდა აღუვლინოთ ღმერთს. თავად აძლევს მოწაფეებს, ხოლო ისინი, შემდეგ ხალხს. ეს იმისთვის, რომ არ დაივიწყონ ეს სასწაული, არამედ გაიხსენონ ხოლმე მის შესახებ, როდესაც მოაგონდებათ, რომ საკუთარ ხელში ეჭირათ პურები, ნარჩენები იყო 12 კალათი, რათა ვიცოდეთ, თუ როგორი ძალა აქვთ მწირთა შეწყნარებას და როგორ მრავლდება ჩვენი ქონება, როდესაც ღარიბებს ვეხმარებით, თუმცა ამის შესახებ უფრო ვრცლადაა მოთხრობილი მათეს სახარების განმარტებაში, იხილეთ თავით 14. თავი 9, მუხლი 18, 22. 18 და იყო ლოცვასა მას მისცაც საგან, მისთან აიყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ხრქუა, ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რათქან ჩემს ყოფად. 19 ხოლო მათ მიუგეს და ხრქვეს, იოანე ნათლისმცემელი და სხვათა ელია და რომელნიმე იტყან, წინაწარმეტყველი ვინმე პირველთაგანი აღდგომილარს. 20 ხოლო იესო ხრქუა მათ, თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ხრქუა, ცხებული ღმრთისა. 21 ხოლო თავად მან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რათა არავის უთხრან ესე. 22 და ხრქუა მათ ვითარმეთ, ჯერ არც ისა კაცისა ფრიადვნება და შეურაცხყოფა მოხუცებულთაგან და მღვდელთ მოძღვართა და მწიგნობართა და მოკლათ და მესამესა დღესა აღდგომად. უფალი ეკითხება რა მოწაფეებს, პირდაპირ არ კითხულობს, თუ თავად ისინი რას ამბობენ, არამედ ხალხის აზრს კითხულობს და მხოლოდ შემდეგ თავად მათ აზრს. ასე იგი იმიტომ იქცევა, რომ უჩვენოს უსამართლობა ხალხში მოარული ხმებისა მის შესახებ და მიიყვანოს მოწაფეები ჭეშმარიტ გაგებამდე, რაც გააკეთა კიდეც. ვინაიდან როდესაც მოწაფეებმა უთხრეს, რომ ერთნი იოანეს გიწოდებენ, სხვანი ელიას, მან ჰკითხა, თქვენ, ანუ თქვენ ყველასაგან განსხვავებულნი, თქვენ რჩეულნი, თქვენ რას მიწოდებთ? მაშინ პეტრემ დაასწრო სხვებს და იქცა რაბაგეთ ყოველთა, აღიარა იგი იმ ქრისტეთ ღმრთისა, რომლის შესახებაც ძველთაგანვე იქადაგება. არა უბრალოდ ქრისტე ღმრთისა უწოდა მას, არამედ ის ქრისტე ღმრთისა, რომელიც საკუთრივ ქრისტეა ღმრთისა. ვინაიდან მრავალნი იყვნენ ცხებულნი, მაგრამ ის ქრისტე, ცხებული ღმრთისა არის ერთი და ერთადერთი. თავი 9, მუხლი 23, 27, 23 და იტყო და ყოველთა მიმართ, რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უარყავენ თავიცი და აღიღენ ჯვარიცი და მომდევდინ მე. 24 რამე თუ რომელსა უნდეს განრინებად სულისად სისა, წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს სულით სიჩემც, მან პოოს იგი. 25 რა სარგებელ არს კაცისა, თუ იძინოს სოფელი ყოველი და თავიცი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს. 26 რომელსა სირცხლ უჩნდეს ჩემდა მომართ. მას ძემანცა კაცისა მან არ ცხნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა ცითა და მამისათა და წმიდათა ანგელოსთათა. 27 გეტყვთ თქვენ, არიან ვინმე აქ ამ მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემო სიკვდილისა, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისა.
რამდენადაც ქრისტემ თქვა თავის თავზე, რომ ძეს კაცისას მრავალი ჭირის დათმენა მოუწევდა, ამიტომ ამატებს რაღაც საერთოსა და საყოველთაოს. კერძოდ, არა მხოლოდ მე დავითმენ სიკვდილს, არამედ ყველამ, ვისაც სურს გამომყვეს მე, უნდა უარყოს თავისი თავი. არაფერი საერთო არ ჰქონდეს ხორცთან, არამედ მოიძულოს საკუთარი თავი. ჯვარს აქ უწოდებს ყველაზე უფრო სამარცხვინო სიკვდილს, ვინაიდან არ იყოს ხო უფრო საძრახისი სიკვდილი, ვიდრე სიკვდილი ჯვარზე. ამრიგად იგი აცხადებს, რომ მას, ვისაც სურს იყოს მისი მოწაფე, უნდა მოკვდეს არა სასახელოდ, არამედ საძრახისი სიკვდილით. მოკვდეს როგორც ბრალდებული. ვინაიდან მრავალს კლავენ სამარცხვინოდ, როგორც ავაზაკებსა და ბოროტ მოქმედებს, ამიტომ მან დაუმატა და მომდევდინ მე, ანუ ივარჯიშე ყოველგვარ სათნოებაში. რომელსა უნდეს განრინებად სულისათვის ისასა, წარწმიდოს იგი, ანუ თუ კი ვინმე მოინდომებს იცხოვროს ამ სოფლურად, იგი მოკვდება სულით. ქრისტეს ირცხვენია მას, ვინც ამბობს, როგორ უნდა ვირწმუნო ჯვარცმული და შეგინებული ღმერთი. ხოლო მას რცხვენია მისი სიტყვებისაც კი, ვინც იცინის სახარების უბრალოებაზე. უფალს შერცხვება ასეთის, თავისი დიდებისას, ანუ მეორედ მოსვლისას. იგი თითქოს და ასე ამბობს, როგორც სახლის უფალს ჰყავს რა ბოროტი მონა რცხვენია დაუძახოს მას თავისი მონა, ასევე შემწხვება მე ჩემი მონა ვუწოდო მას, ვინც უარმყო მე. ვინაიდან მან ზემოთ თქვა, რომელმან წარიწმიდოს სულითვისი ჩემთვის, მან პოოს იგი, ამიტომ ახლა, სურს რა უჩვენოს, თუ როგორ სიკეთეთა ღირსნი შეიქნებიან ასეთნი, ამბობს, არიან ვინმე აქ ამ მბდომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემო სიკვდილისა, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისა, ანუ ის დიდება, რომელშიც მართლები იქნებიან. ეს თქვა მან თავის ფერისცვალებაზე. ვინაიდან ფერისცვალება იყო ხატი მომავალი ზეციური დიდებისა და როგორც იესო ფერისცვალებისას სასწაულებრივად გაბრწყინდა, ასევე გამობრწყინდებიან მაშინ მართალნი, მათე 13:43. არისო, ამბობს რამოდენიმე ისეთი, იოანე, პეტრე და იაკობი, რომლებიც არ მოკვდებიან, ვიდრე არ იხილავენ, თუ როგორ დიდებაში იქნებიან ჩემი აღმსარებელნი. ხოლო ისინი ამას იხილავენ ფერისცვალებისას. თავი 9, მუხლი 28, 36. 28. და იყო შემდგომად სიტყვათა ამათ ვითარვა ოდენ დღე და წარიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვას ამას მისსა ხილვა პირისა მისისა სხვა და სამოსელი მისის პეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესე რა ორნი კაცნი მისთან აზრახვიდეს, რომელნი იყვნენ მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსვლას ამას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალიმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებული იყვნენ ძილითა, ხოლო გან რა იღძეს, იხილეს დიდება მისი და ორნი კაცნი მისთან ამდგომარენი. 33. და იყო განშორებას ამას მათსა მისგან ხრქუა პეტრე იესურს, მოძღვარ, კეთილარს ჩვენ და აქა ყოფა და ვქმნეთ აქა სამტალავარ, ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიასა, რამე თუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ და შეეშინა მათ შესვლად ღრუბელს ამას. 35. და მაიღო ღრუბლით გამო, ესე არსზე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რა იყო მა, იპოვა იესო მარტო. და მათ დაიდუმეს და არავის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელი იხილეს. მათე მახარებელი ამბობს, რომ იესო ავიდა მთაზე მაშინ, როდესაც ამ სიტყვების შემდეგ გავიდა 6 დღე, მათე 17:1. ხოლო ლუკა ამბობს, რომ გავიდა 8 დღე. ვინაიდან მათე საუბრობს მხოლოდ შუალედურ დღეებზე, ლუკა კი არა მხოლოდ შუალედურზე, არამედ გულისხმობს იმ დღესაც, როდესაც ეს სიტყვები წარმოითქვა და იმასაც, როდესაც ფერისცვალება მოხდა. იესომ თან მხოლოდ 3 წაიყვანა, პეტრე როგორც მოყვარული, იოანე როგორც საყვარელი და იაკობი როგორც მისდა მიმოშურნეობით ანთებული, ანდა როგორც შემძლებელნი დაემალათ ეს მოვლენა, შეენარჩუნებინათ დუმილი და არავისთვის არ ეთქვათ. იმისათვის, რომ ილოცოს იესო მთაზე მაღლდება, ვინაიდან ჩვენ უნდა ვილოცოთ განამტოებით, ამაღლებულებმა, თავს არ მოვიხრით რა არაფერი მიწიერის წინაშე. მისი შესახედაობა შეიცვალა, თუმცა არა ისე, თითქოს თავად ის არსებითაც სხვა გახდა, რამდენადაც იგი რჩებოდა იმათ, რაც იყო, მაგრამ მისი სახისფერი გახდა გაცილებით უფრო ბრწყინვალე, ვიდრე მანამდე იყო. იგივე დაემართა მის ტანსაცმელსაც. ვინაიდან მხოლოდ მისი შესახედაობა ბრწყინავდა ელვასავით, ტანსაცმლის არსი კი არ შეიცვალა, არამედ მხოლოდ გარეგნობა.
როდესაც იგი ლოცულობდა, მის წინაშე წარსდგნენ მოსე და ილია, რათა ეჩვენებინა, რომ იგი არ იყო სულისა და წინასწარმეტყველთა წინააღმდეგი. ვინაიდან იგი რომ წინააღმდეგი ყოფილიყო, მაშინ მოსეს სჯულის მომცემი და ილია, ყველაზე უფრო მოშურნე წინასწარმეტყველთაგან, არ მისცემდნენ თავს არა მხოლოდ მისი მსახურებისა, მცველთა მსგავსად, არამედ მასთან ყოფნის ნებასაც კი. ისინი საუბრობდნენ განსვლაზე, რომელიც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმში, ანუ მის სიკვდილზე. მაშინ, როდესაც ქრისტე ლოცულობდა, პეტრე ძილით იყო დამძიმებული, ვინაიდან იგი სუსტი იყო და ემორჩილებოდა რა ძილს, თავისას მიაგებდა ადამიანურ ბუნებას. როდესაც პეტრემ განიღვიძა, იხილა დიდება ქრისტესი და ორი კაცი, მიიჩნევს რა ამგვარ ყოფნას აქ სასიამოვნოდ, სინათლისა და წინასწარმეტყველთა ჭვრეთის გამო. პეტრე ამბობს, კეთილარს ჩვენ და აქა ყოფა. იგი ფიქრობდა, რომ უკვე მოვიდა ქვეყნის აღსასრული და იესოს მეუფება. მაგრამ მან არ იცოდა რას ამბობდა, ვანაიდან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აღსასრული, ჯერ კიდევ არ იყო მოწევნული ჟამის ასუფევლისა და იმ სიკეთეებით ტკბობისა, რომელიც წმინდანთათვის არის გამზადებული. პეტრემ თქვა ეს, კეთილარს ჩვენ და აქა ყოფა, ამასთან იმიტომაც, რომ შიშობდა ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ. მან მოისმინა ქრისტესაგან, რომ იგი სიკვდილით უნდა დაესაჯათ და მესამე დღეს აღმდგარიყო. ამიტომაც თქვა ეს, ამბობდა რა თითქოს და შემდეგს, ნუ ჩავალთ მთიდან, აქ დავრჩეთ, რათა ავიცილოთ ჯვარი და ტანჯვა, თუ კი იუდველენი მოვლენ ჩვენს სასაყვანად, ჩვენ შემწედ გვყავს ილია, რომელმაც ზეციდან ცეცხლი გარდამოავლინა და მოსვნა 50 მეთაურნი. გვყავს მოსე, რომელმაც ამდენი და ასეთი ხალხი დაამარცხა. ეს მან თქვა ისე, რომ არ იცოდა რას ამბობდა. ვინაიდან იგი ფიქრობდა, რომ ჯვარი ბოროტებაა და ამასთან ტანჯველი, ამიტომაც სურდა რა მისი არიდება, თქვა კიდევაც ეს, ამასთანავე უფალს წუროდა ჯვარცმა, ვინაიდან სხვაგვარად ვერ აღსრულდებოდა ადამიანთა გამოხსნა. მაშინ, როდესაც პეტრე ჯერ კიდევ ამბობდა, ვქმნეთ აქა სამტალავარ, უფალი მოულოდნელად ქმნის ხელთუქმნელ საფარველს და წინასწარმეტყველებთან ერთად შედის მასში, რათა უჩვენოს, რომ იგი არაფრითაა მამაზე უფრო პატარა. ვინაიდან როგორც ძველ აღთქმაში უფალი ღრუბლის სახით ეცხადებოდა და მოსე შედიოდა მასში და ამგვარად მიიღო სჯული, გამოსვლა 19, 9, 20, 20, 21, ასევე ახლაც ღრუბელმა მოიცვა ქრისტე და არა შაუბნელმა ღრუბელმა. ვინაიდან გადაიარა აჩრდილმა სჯულისა და სიბნელე მომეცრებისა, არამედ ნათელმა ღრუბელმა. ვინაიდან ჭეშმარიტება მოიწია და უფლის მადლი გამობრწყინდა, ამიტომ ახლა არაფერია ბნელი და გაისმა ხმა ღრუბლით, ისევე როგორც ძველ აღთქმაში გაისმა ღრუბლით ხმა ღმრთისა. იესო კი დარჩა მარტო, რათა ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს სიტყვები, ესე არსზე ჩემი საყვარელი, მოსეზე ითქვა ან ილიაზე, თუმცა ამით შესაძლოა აღინიშნება ისიც, რომ სჯული და წინასწარმეტყველი მხოლოდ გარკვეულ დრომდე იყვნენ, როგორც აქ მოსე და ილია ჩანდნენ. შემდეგ კი, როდესაც მათი დრო გავიდა, დარჩა მხოლოდ იესო. რამდენადაც ახლა გაბატონებულია სახარება, მაშინ როდესაც მრავალი სჯულისმიერი განქარდა. მოციქულები გაჩუმდნენ და არაფერს ამბობდნენ იმის შესახებ, რაც ნახეს. ჯვარზე ადრე არც იყო მიზანშეწონილი იესოზე რაიმე ღვთაებრივის თქმა. ვინაიდან როგორი აზრი შეექმნებოდათ მასზე იმათ, ვინც ეს მოისმინეს, ხოლო შემდეგ იხილეს იგი ჯვარცმული. განა არ ჩათვლიდნენ ისინი მას მატყუარად და მეოცნებად. ამიტომ ჯვარცმამდე მოციქულები არ ქადაგებდნენ არც ერთ სასწაულებრივ და ღვთაებრივ საქმეზე იესოსი. თუმცა ამის შესახებ საკმარისად ვისაუბრეთ მათ ეს სახარების განმარტებაში, იხილეთ თავი 17. თავი 9, მუხლი 27, 42, 27 და იყო მერმესა დღესა გარდამოსვლასა მათსა მიერ მთით მოეგებოდა მას ერი მრავალი. 38 და აჰა კაცმან ვინმე ღაღატყოერსა მას შორის და ხრქუა, მოძღვარ, გევედრები შენ, მოიხილე ძესაზე და ჩემსა, რამე თუ ესე ხოლო მარტო მივის. 39 და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი და მეხსეულად ღაღატყვის და დააკვეთის იგი და პეროინ და ძნიად განეშორის მისგან და შემუსრის იგი. 40 და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რათამცა განაშორეს იგი და ვერ შეუძლეს. 41 ხოლო იესო მიუგო და ხრქუა, ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი. ვიდრემდე ვიყო თქვენთანა და თავს ვიდებდე თქვენსა? მომგვარე მე აქა ძე შენი. 42 და ვიდრე იგი მოვიდოდა, დააკვეთა იგი ეშმაკმან მან და აძრწოლებდა მას. შეხრისხნა იესოსულსა მას არაწმიდასა და განკურნა ყრმა იგი და მისცა მამასაცსა. ეს ადამიანი, რომელზედაცაა საუბარი, ფრიად ურწმუნო იყო,
ამიტომაც ეშმაკი არ გამოდიოდა მისი ძიდან. მისი ურწმუნოება სძლევდა მოციქულთა ძალას. ურწმუნოება და კადნიერება მისი ჩანს იქიდან, რომ იგი მოვიდა, რათა ყველას თვალწინ დაედო ბრალი მოციქულებისთვის, მაგრამ უფალი აცხადებს, რომ მისი ძე, მისივე ურწმუნოების გამო არ განიკურნა და ყველას თვალწინ კიცხავს მას და არა მხოლოდ მას, არამედ ყველა დანარჩენსაც საერთოდ. ვინაიდან თქვა რა, ხო ნათესავი ურწმუნო გულისხმობდა მასში ყველა იუდეველს, ხოლო სიტყვით გულარძნილი უჩვენებს, რომ მათი ღვარძლი არ არის დასაბამიერი და ბუნებითი. ბუნებით ისინი კეთილნი იყვნენ, ვინაიდან ისინი აბრაამისა და ისააკის წმიდა შთამომავალნი იყვნენ, მაგრამ თავიანთი ღვარძლის გამო განირყვნენ. სიტყვები, ვიდრემდე ვიყო თქვენთანა და თავს ვიდებდე თქვენსა, ნიშნავს იმას, რომ მას სურს მიიღოს სიკვდილი და სურს რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლდეს მათგან, ვინაიდან როდემდე ვითმინო, ამბობს თქვენი ურწმუნოება. უფალი რათა უჩვენოს, რომ აქვს ძალა იუდეველთა ურწმუნოების დამამარცხებელი, ამბობს, მომგვარე მეაქაძე შენი და განკურნა რა იგი მისცა მის მამას. ეშმაკეული ადრე თავის მამას კი არ ეკუთვნოდა, არამედ ბოროტ სულს, რომლითაც იყო შეპყრობილი. ახლა კი უფალმა იგი მამას მისცა, რომელმაც დაკარგა იგი, შემდეგ კი იპოვა. თავი 9 მუხლი 43, 45, 43 და განუკრდებოდა ყოველთა დიდებასა მასზე და ღმრთისასა და ყოველნი დაკრუებული იყვნეს ყოველსა მასზე და რომელსა იქმოდა იესო. ხოლო იესო ხრქუა მოწაფეთაცთა 44. დაისხენით თქვენ სიტყვანი ესეყურთა თქვენთა, რამე თუ ძე კაცისა მიცემად არსელთა კაცთასა. 45. ხოლო იგინი უმეც არ იყვნენ სიტყვასა ამასზე და იყო დაფარულ მათგან, რათა ვერ გულისმაყონ იგი და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყვსა ამისთს. სხვებს ყოველთვის უკვირდათ ყველაფერი, რასაც იესო იქმოდა და არა მხოლოდ ეს სასწაული. მაგრამ იესო ანებებს რა თავს სხვებს, მოწაფეებთან საუბრობს და ეუბნება, ყურად იღეთ ყველაფერი ეს სასწაულები და სიტყვანი სასწაულებზე. რატომ? იმიტომ რომ რამდენადაც მე უნდა ვიქნე მიცემული და ჯვარცმული, როდესაც ჯვარცმულს მიხილავთ, არ იფიქროთ, თითქოს მე საკუთარი უძლურების გამო დავითმინე. ვინაიდან ვინც ასეთ სასწაულებს სჩადის, მას შეეძლო არც ჯვარცმულიყო, მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა და იგი დაფარული დარჩა მათთვის. რისთვის მოხდა ეს? იმისთვის, რომ ისინი დროზე ადრე არ მისცემოდნენ მწუხარებას და არ შემწpariყვნენ შიშისაგან. ამრიგად ღმერთმა გამოიჩინა რა მოწყალება მათი სისუსტეებისადმი და წინა უძღოდა რა მათ, როგორც ბავშვებს, დაუშვა, რათა ვერ გაეგოთ ის, რაც ჯვარზე ითქვა. დააკვირდი მოწაფეთა მოწიწებასაც, რის გამოც ისინი ვერ გაკადნიერდნენ. უფრო მეტიც, ეშინოდათ ეკითხათ უფლისათვის. ვინაიდან შიში აძლიერებს მოწიწებას, ისევე როგორც მოწიწება არის შიში, განზავებული სიყვარულით. თავი 9 მუხლი 46, 50, 46. შევიდა მათ და გულის სიტყვაცა, ვინცი უდიდეს იყოს შორის მათსა. 47. ხოლო იესო იცნოდა გულის რახვანი მათნი და მოიყვანა ღრმა და დაადგინა იგი წინაშე მათსა 48. და ხრქუა მათ, რომელმან შეიწყნაროს ესე ღრმა სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქვენ ყოველთა შორის იგი არსდით. 49. მიუგო იოანე და ხრქუა, მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელიც სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა და ჩვენ ვაყენებდით მას, რამე თუ არა შემოგდს ჩვენ. 50. ხრქუა მას იესო, ნუ აყენებთ, რამე თუ რომელი არ არს ჩვენ და მტერ, იგი ჩვენ კერძო არს. მოციქულებში გაჩნდა ვნება ამაო დიდებისადმი სწრაფვისა. მგონებ ეს ვნება მათში იმისგან აღიძრა, რომ მათ ვერ განკურნეს ეშმაკეული. როგორც ჩანს, ამ შემთხვევის გამო კამათი დაიწყეს, სადაც ყველა თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ყრმა ვერ განიკურნა არა ჩემი უძლურებისა, არამედ ამისა და ამის უძლურების და გამო, აქედან კი გაჩნდა უთანხმოება იმის გამო, თუ ვინ იყო უდიდესი მათ შორის. მაგრამ უფალი იცის რა გულის რახვანი თითოეულისა და ასწრებს და სანამ ეს ვნება გაიზრდებოდეს, ცდილობს საფუძველში აღმოფხრას იგი, ვინაიდან ვნებები თავიდანვე ადვილი დასაძლევია, ხოლო როდესაც ისინი გაიზრდება, მაშინ უკვე ფრიად ძნელია მათი აღმოფხრა. როგორღა აღკვეთს უფალი ბოროტებას? მოიყვანა რა ღრმა, ნათქვამია, უჩვენა იგი მოწაფეებს, ამით მან გააგებინა, რომ ჩვენი გონება უნდა მოვიყვანოთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იგი ბავშვების ასაკში იმყოფებოდა, ვინაიდან ბავშვები გამოუცდელნი არიან ბოროტებაში,
ფრიად უბრალონი და არ აღელვებთ არც დიდების მოყვარეობის გულის თქმები, არც სხვათა წინაშე პირველობის სურვილი. რომელმან შეწყნაროსო ამბობს ესე ყრმა სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა და რომელმან შემიწყნაროს შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ამ სიტყვებს შემდეგ მნიშვნელობა აქვთ, თუმცა თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ მრავალს მოეწონებით და მრავალთა მიერ იქნებით მიღებული იმ შემთხვევაში თუ კი ამ პარტავანი და დიდების მოყვარენი გამოჩნდებით, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, რომ ჩემთვის განსაკუთრებით საამოა უბრალოება და ის არის განმასხვავებელი ნიშანი ჩემი მოწაფეებისა, ისე რომ ვინც ყველაზე უფრო უბრალო და უბოროტო კაცს მიიღებს, როგორც ჩემს მოწაფეს, ვინაიდან ამას ნიშნავს გამოთქმა სახელითა ჩემითა, ის მე მიმიღებს. ვინაიდან ვინც იღებს ამ პარტავანს, ის არ იღებს, არც ჩემს მოწაფეს, არც მე. იოანემ კი, ჩაერთო რა საუბარში, თქვა, მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელიც სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა და ჩვენ ვაყენებდით მას. რა კავშირია იოანეს სიტყვებსა და უფლის სიტყვებს შორის? ძალიან ახლო. ვინაიდან უფალმა თქვა, რომ ვინც თქვენ შორის უმცირესია, ის იქნებაო დიდი, იოანეს შეეშინდა, ცუდად ხომ არ მოიქცნენ, როდესაც მბრძანებლურად და ამპარტავნულად აუკრძალეს იმ ადამიანს. ვინაიდან აკრძალვა ვინმესთვის რამესი აღმოაჩენს ამ კრძალავში არა უმცირეს, არამედ მას, ვისაც თავის თავზე უფრო მეტი წარმოდგენა აქვს, ვიდრე მასზე, ვისაც უკრძალავს. ამრიგად იოანეს შეეშინდა, ამპარტავნულად ხომ არ მოიქცა, როდესაც იმ ადამიანს აუკრძალა. რატომ აუკრძალეს მოწაფეებმა ამ ადამიანს? არა შურის გამო, არამედ იმიტომ, რომ არ თვლიდნენ სასწაულთა აღსრულების ღირსად, რამდენადაც მას მათთან ერთად არ მიუღია სასწაულთა ქმნის მადლი, არ იყო იმათ მსგავსად, ამისთვის უფლის მიერ გაგზავნილი და სრულიადაც არ მისდევდა ქრისტეს. უფალმა რაღა უთხრა? გაუშვითო, ამბობს აკეთოს ეს, ვინაიდან ისიც არღვევს სატანის ძალას. რამდენადაც იგი არ გიშლით ხელს ქადაგების საქმეში, არ მოქმედებს ეშმაკთან ერთად, მასაშად ამე ის თქვენთანაა. ვინაიდან ის, ვინც არ არის ღმრთის წინააღმდეგი, ის ღმერთთანაა, ისევე როგორც ისაა ეშმაკთან, ვინც ღმერთთან არ კრებს, თუმცაღა უნდა განგაკვირვოს ქრისტეს სახელის ძალამაც, თუ როგორ მოქმედებდა მადლი, მხოლოდ მისი წარმოთქმისას, თუნდაც მისი წარმომთქმელნი უღირსნი ყოფილიყვნენ და არ ყოფილიყვნენ ქრისტეს მოწაფეები. ასევე მოქმედებს მადლი მღვდლების მეშვეობითაც, თუნდაც ისინი უღირსნი იყვნენ, მადლი მოქმედებს და ყველანი განათლდებიან, უწმინდურიც რომ იყოს მღვდელი. თავი 9, მუხლი 51, 46, 51 და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავად მან დაამტკიცა პირით სიახსლად იერუსალიმ. 52 და წარავლინა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რათა მორამედ უმზადონ მას. 53 და არა შეიწყნარეს იგინი, რამე თუ პირი მისი იყო მისვლად იერუსალიმ. 54 ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოანე, თქვეს, უფალო გნებავსა, რათა ვთქვათ და ცეცხლი გარდამოდეს ზეცით და აღოწნეს იგინი, ვითარცა ელია ხო? 55 მიექცა იესო და შეჰრისხნა მათ და ხრქუა, არა იცით რომლისა სულისანი ხართ თქვენ. 56 რამე თუ ძე კაცისა არა მოვიდა წარწმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხვასა დაბასა. რას ნიშნავს სიტყვები და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა, იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, როდესაც მას უკვე უნდა დაეთმინა ჩვენთვის, გამომხსნელი ვნება და შემდეგ ამაღლებულიყო ზეცად და დამჯდარიყო ღმრთისა და მამისა თანა. როდესაც დადგა დრო მისი ვნებისა და სოფლიდან განსვლისა, მან გადაწყვიტა უკვე აღარელო აქეთ იქით, არამედ ასულიყო იერუსალიმში. გამოთქმა და ამტკიცა პირითვის იახსვლად, სწორედ იმას ნიშნავს, რომ მან განსაზღვრა, გადაწყვიტა, მტკიცედ განიზრახა იერუსალიმში წასვლა. წინასწარ აგზავნის მაცნეებს, რათა ისინი როგორღაც მოემზადნენ მის შესახვედრად. მართალია, მან იცოდა, რომ სამარიტელნი არ მიიღებდნენ მას, თუმცა მაინც გაგზავნა მაცნენი, რათა წაერთმია სამარიტელთათვის თავის მართლების საშუალება, შემდეგ რომ არ ეთქვათ, ჩვენ მივიღებდით მას, თუ კი ვინმეს გამოგზავნი და თავის წინო. ასე იგი მოწაფეთა სარგებლისთვისაც მოიქცა. კერძოდ კი, როდესაც ისინი მას ჯვარზე იხილავდნენ შეურაცხყოფილს, რომ ცდუნებულიყვნენ, არამედ ამ შემთხვევიდან ესწავლათ, რომ როგორც ახლა მანულისხოლად გადაიტანა სიძულვილი სამარიტელთა მხრიდან და თავად მოწაფეებსაც კი აუკრძალა აღეძრათ მასში რისხვა თავის გამანაწყებლებზე, ასევე მაშინ ითმენს ჯვარც მას არა იმიტომ, რომ იგი უძლურია, არამედ იმიტომ, რომ მრავლის მრთმენია.
სასარგებლოა ეს მოწაფეთათვის იმ მხრივაც, რომ უფალი პირადი მაგალითით უჩვენებს მათ იყვნენ ურისხველნი. ვინაიდან ისინი უყურებდნენ რა ილიას, რომელმაც ორჯერ მოსვნა ცეცხლით 50 ადამიანი თავიანთი მეთაურებით ურთ, იყო რა ჯერ კიდევ არასრულყოფილი, აღძრავდნენ უფალს შურისსაძიებლად მის გამანაწყებლებზე. მაგრამ უფალი უჩვენებს რა, რომ მისი სჯული ილიას ცხოვრებაზე მაღლა დგას, უკრძალავს მათ და განაშორებს აზრთა ამგვარი წყობისაგან, არამედ პირიქით ასწავლის სიმდაბლით გადაიტანონ წყენა. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები და არა შეიწყნარეს იგინი, რამე თუ პირი მისი იყო მისვლად იერუსალემთ. ის ხომ არ არის მათში ნათქვამი, თითქოს არ მიიღეს იგი იმიტომ, რომ მან იერუსალიმში წასვლა განიზრახა. და თუ კი ასე გავიგებთ, რომ სამარიტელებმა არ მიიღეს უფალი იმიტომ, რომ მან იერუსალიმში წასვლა განიზრახა, ხომ არ აღმოჩნდებიან მისი არ მიმღებელნი უცოდველნი. შეიძლება ითქვას, რომ მახარებელი ამბობს ასე, არ მიიღეს იგი და ის არ შევიდა სამარიაში. შემდეგ თითქოს ვინმე მიკითხა, რატომღა არ მიიღეს იგი თავის ნების საწინააღმდეგოდ და იგი არ შევიდა, ნუ თუ იმიტომ, რომ იგი უძლური იყო, ან და არ შეეძლო შესვლა, თუნდაც მათ არ სდომოდათ? სწორედ ამის გადასაწყვეტად ამბობს მახარებელი, უფალი იმიტომ კი არ შევიდა, თითქოს ეს მისთვის შეუძლებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას თავად არ სურდა იქ შესვლა, არამედ განიზრახა პირდაპირ წასულიყო იერუსალიმში. ვინაიდან უფალს რომ არ ჰქონოდა ასეთი განზრახვა, მაშინ ის შევიდოდა სამარიელთა დაბაში იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ არ ედნომებოდათ ეს. თავი 9, მუხლი 47, 62. 47. და იყოს ლასა მას მათსა გზასაზე და ხრქუა ვინმე მას, მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხვალ. 58. ხრქუა მას იესო, მელთა ურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს. 59. ხოლო სხვასა ხრქუა, შენ მომდევდი მე. და მან ხრქუა, უფალო, მიბრძანე მე პირველად მისვლად და დაფლად მამისა ჩემისა. 60. ხრქუა მას იესო, აცადენ მკვდარნი დაფლად სთა მკვდართა, ხოლო შენ წარვეთ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისა. 61. ხრქუა მას სხვამან, მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მეჯუნა სახლეულთა ჩემთაგან. 62. ხრქა მას იესო, არავინ დასთვის ელისანვალსა და ხედავ იგი გარე უკუნდა წარმართებულ არ მსასუფეველსა ღმრთისასა. ეს მოსული იესოსთან და მთხოვნელი ნებართვისა გაჰყოლოდა მას, მოვიდა ბოროტი აზრით. ნახარა, რომ უფალს მრავალი ხალხი მიჰყვება, მან იფიქრა, რომ უფალი მათგან ფულს აგროვებს და თვითონ მივიდა იმ აზრამდე, რომ იგი ქონებას შეიძენდა, თუ კი იესოს გაჰყვებოდა. ამიტომ უფალმა უარყო იგი, თითქოს და მეტყველმა მისთვის შემდეგისა, შენ ფიქრობ, ჩემ და მიმოყოლით შეიძინო ქონება, ვარაუდობ რა, რომ ასეთია ჩემი ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. მე ვასწავლი და ვქადაგებ ისეთ სიღარიბეს, რომ საკუთარი სახლიც კი არ მაქვს, მაშინ, როდესაც ცხოველებს სორო აქვთ. და ამრიგად უარყო იგი. მეორეს კი, რომელსაც არც კი უთხოვია, ნებას რთავს გაჰყვეს. როდესაც მან ითხოვა ნებართვა, წასულიყო და მამა დაემარხა, უფალმა არ დართო ნება, არამედ უთხრა, აცადენ მკვდარნი დაფლად თვისთა მკვდართა. ამით არის მინიშნება იმაზე, რომ მამამისი ურწმუნო იყო და ამიტომ არ იყო ღირსი სიბერეში შეენახა ძეს, რომელმაც ირწმუნა. მიანდეო, ეუბნება შენს მკვდარ ნათესავებს, ან ურწმუნოდ გამოკვებონ სიბერეში და კუბოს კარამდე შენი ურწმუნო მამა. ვინაიდან დაფლაში აქ იგულისხმება მზრუნველობა თვით კუბოს კარამდე, ვინაიდან ჩვეულებრივ საუბარშიც ვამბობთ, ამა და ამ შვილმა დამარხა თავისი მამა და ამაში ვგულისხმობთ არა იმას, რომ მან დამარხა ის და არ გაუკეთებია სხვა არანაირი სიკეთე, არამედ ის, რომ ზრუნავდა მასზე თვით სიკვდილამდე და დაფლამდე. ამრიგად დაე ამ მკვდრებმა, ანუ ურწმუნოებმა, დაფლან თავიანთი მკვდარი, ანუ მამა შენი. ხოლო რამდენადაც შენ ირწმუნე, ამიტომ როგორც ჩემმა მოწაფემ, იქადაგე სახარება ღმრთისა. უფალს, თქვა რა ეს, არა უკრძალია ჩვენთვის მშობელთა გამოკვება, არამედ გვასწავლის ღმრთის თაყვანისცემა ვამჯობინოთ ურწმუნო მშობლებს და არაფრით არ დაუბრკოლდეთ სათნობის მიმართ, არამედ მოვიძულოთ თვით ბუნებაც კი. ასე ადამიანს, რომელმაც სთხოვა ნებართვა გაჰყოლოდა, ოღონდ მანამდე ჯეროვანი პატივი მიეგო თავისი შინაურებისთვის, მან არ დართო ამას ნება, ანუ რათა შეევლო თავის სახლში და ჯეროვანი პატივი მიეგო, ან ვიტყვი უბრალოდ დამშვიდობებოდა.
ვინაიდან ასეთი ადამიანი აღმოაჩენს თავის შიმიჯაჭვულობას სოფლისადმი და მოციქულთათვის დამახასიათებელი განწყობის არარსებობას, ვინაიდან მოციქულებმა როგორც კი მოისმინეს უფლის მოწოდება, მაშინვე გახურნენ მას, სხვა არაფრით აღარ იყვნენ დაკავებულნი, არამედ ახლობლებსაც კი აღარ დაემშვიდობდნენ. და ხშირად ხდება, რომ მაშინ, როდესაც ადამიანი ემშვიდობება თავიანთ ნათესავებს, მათ შორის აღმოჩნდებიან ისეთნი, რომლებიც აკავებენ მას ღმერთს შემოსილი ცხოვრებისაგან. ამიტომ კარგია, გვაქვს რა განწყობა სიკეთის მიმართ, მაშინვე აღვასრულოთ ის, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე. ვინაიდან არც ერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სულიერ სახნისზე და კვლავ სოფლისკენ იყურება, არ გამოდგება ღმრთის სასუფევლისთვის. მელთა ქვეშ იგულისხმება ბოროტი ეშმაკები, მათვე ეწოდებათ მფრინველი ცისანი, ანუ ჰაერისანი. ვინაიდან ნათქვამია, თავრისა მისევრ ხელმწიფებისა ჰაერისა, ეფესელთა მიმართ 2:2. ამრიგად უფალი ეუბნება ზემოხსენებულ ადამიანს, რამდენადაც ეშმაკებს შენში სოროები აქვთ, ამდენად მე, ძე კაცისას არა მაქვს სად მივიდრიკო თავი, ანუ შენს გულში, ეშმაკებით სავსეში, მე ვერ ვხედავ ადგილს რწმენისა ჩემდამი. ვინაიდან თავი ქრისტესი არის რწმენა მისდამი. ვინც ირწმუნებს, რომ ქრისტე ღმერთია, ის მიიღებს თავს ქრისტესი, ცოდვილი კი მკვდარია. სწორედ ის ფლავს თავის მკვდრებს, ანუ ბოროტ აზრებს იმითი, რომ არ აღიარებს მათ. ამრიგად უფალი მას, ვინც აპირებს იყოს მისი მიმდევარი უკრძალავს დაფლას ბოროტი აზრი და დაფაროს იგი, არამედ უბრძანებს სააშკარაოზე გამოიტანოს აღსარების მეშვეობით.